დედაქალაქის მასშტაბით 64 უფასო სასადილოა, რომელთაც ჯამში 40,000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. უფასო სასადილოებში დადგენილი სტანდარტით ერთი ადამიანის დღიური ულუფის ღირებულება 1 ლარსა და 70 თეთრს შეადგენს. აღმოჩნდა, რომ ბენეფიციარებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გამოყოფილი თანხიდან ფულს პარავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს მხოლოდ რამდენიმე რაიონში აღმოჩენილი კორუფციის შესახებ გავრცელა ინფორმაცია. შეპესე ალადაშვილი და კომპანიის დირექტორი აღნიშნულ კომპანიებთან ერთად ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში 2024, 2025, 2026 წლებში ყოველდღიურად 14,451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად დასრულებდა ნაკის ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით გამგეობებიდან მიღებული 18,909,104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 3,529,000 ლარს. იმაზე, რაც დღეს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი კორუფციის მკვლევრები გაცილებით ადრე საუბრობდნენ. ეს ყველაფერი კი საგამოძიებო უწყებამ დაადასტურა. ტენდერში გამარჯვებულებმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიებმა 14,000-ზე მეტ ბენეფიციარს 3,9 მილიონი ლარი მოპარეს და 3 წლის განმავლობაში მათ შეუსაბამო მომსახურება გაუწიეს. გამგეობა დასასჯელია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა აკონტროლოს და რადგან არ აკონტროლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგებაში არის შესული. ეს არის კომპანია, რომელიც უკვე თითქმის 5 წლის განმავლობაში სტანდარტულად ერთ თეთრსაც არ აკლებს, ისე იგებს ტენდერებს და ეს იმას ნიშნავს, რომ კარტელური გარიგება არის. კარტელური გარიგების ნიშნები არის ის, რომ რამდენიმე კომპანიას თბილისი განაწილებული აქვს და 5 წლის განმავლობაში ერთი და იგივე კომპანია, ერთი და იგივე რაიონს ყოველგვარი ფასდაკლები, ანუ ტენდერის შინაარს რა არის, ხო, ანუ ერთი თეთრი ხომ მაინც უნდა დააკლო, ანუ ერთ თეთრსაც კი არ აკლებენ, იმიტომ რომ ის ლარი და 70, რომელიც ძლივს გაიმეტა კალაძემ სოციალურად დაუცველებისთვის, იქაც რომ არ დააკლდეს, იმიტომ რომ ამ ლარი და 70-ში მხოლოდ კვება არ შედის, ამ ლარი და 70-ში არის სრული ლოჯისტიკა. ყველაზე პარადოქსული და ცინიკური არის ის, რომ დაიჭირეს კომპანიების წარმომადგენლები, მაშინ, როდესაც თბილისის მერიის თანამშრომლები წყლიდან მშრალი გამოძღნენ და მათ მიმართ კითხვებიც კი არ გაჩენილა, როცა რეალურად პასუხისმგებელი იმ სისტემურ პრობლემაზე და დანაშაულზე, რომელიც უფასო სასადილოებთან დაკავშირებით არსებობს, არის თბილისის მერია, ვინაიდან თბილისის მერიას უნდა ეკონტროლებინა როგორც ხარისხი, ისე კეთილსინდისიერება. კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ მსგავს კორუფციულ საქმეებს ყოველთვის ჰყავს მფარველი და მხოლოდ კერძო კომპანიები ბიუჯეტიდან დამოუკიდებლად თანხის მიდივსებას ვერ შეძლებდნენ. ვარაუდობენ, რომ გამოძიება მერიის მაღალჩინოსნებამდეც მივა. მარტო ერთი მხარე ვერ იქნება დამნაშავე, ამას აუცილებლად ვიღაც კრიშავდა, ვიღაც ზურგს უმაგრებდა, მაგრამ ეს სქემა, რომელიც რეალურად არსებობს უკვე სახელმწიფო უწყებებში, ეს სქემა იქნება უფრო ფეერვერკულად წარმოდგენილი. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ამ პიროვნებებთან, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებლები, დაკავშირებული იქნება არა მარტო 1-2, თუნდაც 10 სასადილო, არამედ მთელი კომპლექსური სქემა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა. ამისგან გათავისუფლება ეს არის ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესი, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ აქეთკენ მიდის საქმე. არა მარტო აქეთკენ, არამედ კონკრეტულად მერის სამსახურებზე რა კი ალაპარაკი, მე ვფიქრობ, რომ მერის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი შეეწირება ამ სქემას. კომპანია ალადაშვილი ენდკოს სხვადასხვა წლებში ქართული ოცნების მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. კომპანიის დაკავებულმა დირექტორმა 22 სასადილოდან 4, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით სამართავად ქვეკონტრაქტორ კომპანიებს გადასცა. შპს გიდს, ბადეს და ალიონს. სწორედ ამ სამი კომპანიის დირექტორები არიან წინასწარ პატიმრობაში ალადაშვილთან ერთად. ალადაშვილი და კომპანია წლების განმავლობაში იმარჯვებდა სახელმწიფო ტენდერებში, რადგანაც ის აი ამ კვებით უზრუნველყოფას ახდენდა სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოების. თბილისის მერია და სხვა სახელმწიფო უწყებები სასათბურე პირობებს უქმნიდა ამ კომპანიას და არგებდნენ ფაქტობრივად ტენდერებს. აი ამ გზით მიიღო მან 65 მილიონი ლარის ტენდერები ბოლო წლების განმავლობაში. და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს კომპანია წარსულში შავ სიაშიც კი იყო შეყვანილი, იმიტომ რომ მან უხარისხო საკვები მიაწოდა სასადილოებს და ამავე დროს არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამუშაოებს. იმის გასარკვევად თუ რის ხარჯზე იპარავდნენ ეს კომპანიები ფულს შემცირებული ულუფებისა თუ საკვების ხარისხის, შეკითხვები ისნის გამგეობის ერთ-ერთ სასადილოში დავსვით. მომუშავე პერსონალი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს და უარყოფენ, რომ მათთან ნაკლული ან უხარისხო საკვები შედიოდა. თქვენ მაგალითად თუ შეგიმჩნევიათ, რომ ან რამე აკლდა, ან სხვანაირი ხარისხის იყო შემოსული? არასდროს არაფერი არ აქვს და ჩემო კარგო. არც უკმაყოფილო მომხმარებელია. არა, ნამდვილად.
ყველაფერი არის ხარისხიანი. ამ სასადილოსაც უშუალოდ ამარაგებდნენ ის ადამიანები, მე მგონი ალადაშვილის კომპანია და სხვა კიდევ 4 ხო, რომელიც დაკავებულია. არ ვიცი, ვერ გეტყვი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კალაძის პატიმრობას პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ ის რაც გამგეობაში და დაქვემდებარებულ უწყებებში ხდება, მისი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ქართული ოცნების მერის გარშემო წრე ვიწროვდება. ამბობენ, რომ დედაქალაქის პრობლემებზე აქცენტირება შესაძლოა კალაძის პასუხისგებას უახლოვდებოდეს. ოცნების გენერალური მდივნის ქმედებები, გაყიდული ქონება და ცვლილებები დეკლარაციაში დასანქცირებისა და დაკავების შიშსაც შესაძლოა დაუკავშიროთ. ამ შემთხვევაში არ უნდა ვხედავდეთ, რომ ქართული ოცნება კორუფციას ებრძვის. იმიტომ რომ ეს ფაქტები მათთვის წლობის განმავლობაში ეს სქემები ცნობილი არის და ყველა თითოეული თანამდებობის პირი, რომელიც მოდიოდა ამ პოზიციაზე, ამ სქემებით სარგებლობდა და მილიონებს აკეთებდნენ. მაგრამ აქ რეალურად მიმდინარეობს ბრძოლა კალაძის წინააღმდეგ, კალაძის სამსახურების წინააღმდეგ, იმიტომ რომ რეალურად ღარიბაშვილის, ლილუაშვილის დაჭერის შემდეგ ყოველთელი საზოგადოება მოლოდინი აქვს, რომ ჯერი დადგა კახი კალაძის, იმიტომ რომ დღეს მერია და მერის სამსახურები ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული უწყებები არის სახელმწიფო ვერტიკალში. ერთი რამე იქცევს ყურადღებას, რომ მხოლოდ თბილისში ხდება აი გამოძიება ეხლა აი ამ უფასო სასადილოების საქმის. არა ქუთაისში, არა ბათუმში, არა თელავში და რომელიმე სხვა ქალაქში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ არანოგვიური ვითარება, არამედ მხოლოდ თბილისში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას იმისას ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა მზადდებოდეს რაღაცა თავდასხმა უშუალოდ კალაძეს და ეს არის პოლიტიკასთან დაკავშირებული გამოძიებები. ახლა საინტერესოა რა მიმართულებით წავა გამოძიება და მივა თუ არა ის თბილისის მოქმედი მერის და ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის პასუხისგებამდე. კომპანიების დაკავებულ დირექტორებს კი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.